ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი მიტინგი გახლავთ, როგორც გამოვაცხადეთ, წინა საარჩევნო და წინა სარეფერენდუმო მიტინგი. ამავე დროს ამ მიტინგზე უნდა ვისაუბროთ უაღრესად აქტუალურ პრობლემაზე, რომელიც დგას დღეს და რომელთან დაკავშირებითაც დღეს მოსკოვში მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის დეპუტატთა ყრილობა და იმართება მიტინგი. უნდა ითქვას, რომ გადამწყვეტი ჟამია მეგობრებო. ხდება იმპერიის ბედი და ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება საქართველოს ბედის მეგობრებო. დღეს 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება. 34 წლის წინ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტის ვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას, თანახმახართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა. რეფერენდუმში მონაწილეობა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც მიიღო. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს. მე მაშინ გახდით გორის პრეფექტის მოადგილე სამაჩაბლოში. ეს ცხინვალის რაიონი მებარა მას ხელმძღვანელობდი. ხო და 31-ში რასაკვირველია დიდი და პატარა ლიახვის სოფლებში მოძრაობდი. აი მე რო ჩამოვედი გორში და გამოცხადდა შედეგები, უკვე არ ვიცი ქუჩაში რა ხდებოდა, რაღაცა სასწაულიზე მიიყო რა. მანქანები დარბოდნენ სიგნალებით, ხალხი დარბოდა დროშებით, ყველგან რაღაც შეძახილები იყო ყველა ქუჩაზე. აი ეს წარმოდგენაც კი ძნელია დღეს, რომ რა ხდებოდა მაშინ. და რაც თავარია, მაშინ ყველა მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში, ყველა მოქალაქე საქართველოსი, განურჩევლად ნაციონალობისა. აქ რასაკვირველია რუსები, ოსები, აფხაზები ყველა მონაწილეობდნენ და შედეგი იყო, ახლა მე თუ არ მეშლება, 92%-ზე უფრო მაღალი შედეგი იყო, რომ მისცეს ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო შორსმჭრელი პოლიტიკოსების მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული. რაღაც შინაგანი გრძნობით იყო აღტყინება ისეთი, რომ მე მაგალითად აგაზე დიდი დღესასწაული, აი გამოვლინება თვითონ ხალხის სიხარული მე არ მინახია, რაც მაშინ ნახე. ნუგზარ მაჭავარიანი იხსენებს სამაჩაბლოში მოსახლეობის განწყობებსაც. მაჭავარიანი ამბობს, რომ მათთვის უმთავრესი ქვეყნის დამოუკიდებლობა იყო. რამდენიმე დღის მერე, ხა ზუსტად 2 დღე იყო თუ 5 დღის მერე, სხვადასხვა მოკლედ სოფლიო მაგიქვა რაღაც სასწაულ მოვლენად ეს რეფერენდუმი. ხო და ყველა ქვეყნებიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ დელეგაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემთან სამაჩაბლოში მოვლენებული თუ მოკლედ იყვნენ ჩამოსული ლატვიის დეპუტატები, ლატვიის სეიმის დეპუტატები. ახლა იმათ თავისი დავალება ჰქონდათ, იმათ უნდათ გაერკვიათ რამდენად რეალური იყო ის ციფრები, რაც დადო შედეგები, რომელიც დაიდო რეფერენდუმის, მაგრამ ნუ ახლა არც პირდაპირ უნდათ რომ რაღაც შეურაცხყოფა მოეყენებინათ, თქვა ამ დაკითხვა და ეს ხო ეს მართალია თუ არა. უბრალოდ ეთყობა თავის დაბეჭდილება უნდა შეექმნათ ხო და სოფლის ორგანოებში მივდივართ. ეს დელეგატები, დეპუტატები მათი ლატვიის ჩემთან ერთად არიან, მაგრამ მე წინ მივდივარ, ნუ ახლა გასაგებია, ნუ თითქოს ბუნებრივად წინ უნდა ვიარო გზა გავუყაფო, ასე რომ ვთქვა, ხო? ხო და ხალხი ვინც გვხდება, ახლა მიცნობენ უკვე ისინი და ყველა მიცინის რაღაცა გამარჯობა გაგიმარჯოს, კეთილი ვითი რა, შეხვედრები და მე უკვე ეკითხებიან ისინი. ასე მე რო გვერდი ამიქცია, ნუ გამიარეს გვერდზე, ხო? მე უკვე ეს ლატვიელები ეკითხებიან.
აბა როგორ ჩაიარა და რა ნაციის ბრძანდებით იქ ოსებიც იყვნენ ესა ქართველებიც რასაკვირველია ხო და რას მიეცით ხმა ეკითხებიან ეს დამოუკიდებლობას თუ არა და ყველა ერთხმას პასუხობს რომ ჩვენ დამოუკიდებლო საქართველოს დამოუკიდებლობა გვინდა ეთყობა იქ ვიღაცა შეეპარა ეჭვი ეგ ამ პასუხებში და ამ სტუმრებიდან ხო და მოვიდნენ და მე მთხოვეს მოდითო რა ეხლა სხვა სოფლებშიც ხო გავაგრძელებთ სიარულს იქ 9 სოფელია ხო და თქვენო წინ მივიდით კაიგეთ ესე იგი მაგაში შეეპარა და ჩვენ მე ხო არ კარნახობდი რაღაცას რა ვიცი მე უკან დავდიოდი მაგრამ შედეგი ერთი იყო მაინც ხალხს ჰქონდა აი ესეთი უდრეკი ნება და მისწრაფება იმისი რომ უნდა ყოფილიყო საქართველოს დამოუკიდებელი და ესეც გაგრძელდა მერე მაგრამ ტერმა არ მოისვენა აღსანიშნავია რომ 31 მარტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა საქართველოს პირველ პრეზიდენტს ეროვნულ გმირს ზვიად გამსახურდიას 86 წელი შეუსრულდებოდა